როგორ ასრულებენ საწარმოები გარემოს დაცვის ნორმებს. საკითხში მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე TV-სთან აცხადებს, რომ სხვადასხვა მცირე და დიდი საწარმოების მხრიდან სისტემატურად ხდება ისეთი სახის ნორმების დარღვევა, როგორიც გარემოს დაბინძურება, მავნე ნივთიერებების გამოყენება და ბუნებრივი რესურსით უკანონო სარგებლობა. ოფიციალური სტატისტიკით ბოლო ერთი თვის განმავლობაში დარღვევების 345 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 28 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის განმარტებით დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის მოვალეობაშიც გარემოსათვის პოტენციურად საშიში საწარმოების გეგმიური შემოწმება შედის. მისი თქმით არაა გამორიცხული, რომ განსაკუთრებული დარღვევების შემთხვევაში კომპანიებს ლიცენზიაც ჩამოერთვათ. იმ შემთხვევაში თუ ეს ზიანი არის მნიშვნელოვანი ზიანი, მაგ შემთხვევაში მასალები იგზავნება უკვე სამართალდამცავ ორგანოებში, ანუ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმეები. არის დარღვევები ყველა ტიპის საწარმოებში ფაქტიურად. როგორც მცირე, დიდი, მაღალი ეკოლოგიური რისკის საწარმოებში, ანუ ყველა ტიპის დარღვევები არსებობს. TV3 სხვადასხვა საწარმოების წარმომადგენლების პოზიციითაც დაინტერესდა. Heidelberg Cement-ში აცხადებენ, რომ კომპანიაში ბოლო პერიოდში გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. საწარმოში განმარტავენ, რომ გარემოს დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობენ და ეფექტურ გამფილტრალ მოწყობილობებსაც იყენებენ. დარღვევების ფაქტს უარყოფენ საქნახშირშიც. ბადნეულში კი ადასტურებენ, რომ კომპანიამ ბოლო პერიოდში გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის გამო რამდენიმე ჯარიმა გადაიხადა.